დღეს მე მინდა გავიხსენოთ ერთი თემა, ეს არის participio pasado. და ასე ვთქვათ, შედგენილი ფრაზები participio pasado-ს გამოყენებით. რა არის participio pasado? ეს არის დასრულებულ ზმნის ფორმა, რომელიც აღნიშნავს დასრულებულ ქმედებას, ხო? მაგალითად, შეჭრა, შეჭრილი, ხო? წასვლა, წასული, ხო? გაკეთება, გაკეთებული და ასე შემდეგ, ხო? ეს არის აი ამ გაკეთებული, წასული, შეჭრილი, ამას გვია participio pasado აი ამ ფორმას ზმნის. და როგორ იწარმოება ესპანურ ენაში მშვენივრად ვიცით, ხო? წესიერი ზმნებისთვის, R კატეგორიის ზმნებისთვის ado ემატება, hablar, hablado, ლაპარაკი, ნალაპარაკები. ხო? R და ir კატეგორიის ზმნებისთვის ido ემატება, comer, comido, ჭამა, ნაჭამი, ხო? dormir, dormido. ძილი და დაძინებული, ხო? dormido. ზოგიერთ ზმნას აქვს არაწესიერი ფორმა. ესეთი ზმნები არის abrir მაგალითად, რომლის participio pasado არის არა abrido, არამედ abierto. abrido არის ძალიან უხეში შეცდომა და სასურველია, რომ ეს შეცდომა არ დაუშვათ ხოლმე. abrir, abierto. cubrir, cubierto. decir, dicho. ხო, თქვა, ნათქვამი. descubrir, descubierto. abrir, cubrir, descubrir ერთნაირად არის, შეგიძლიათ დააკავშიროთ ერთმანეთთან. abierto, cubierto, descubierto. escribir, escrito. არავითარ შემთხვევაში escribido, escrito. hacer, hecho. გაკეთება, გაკეთებული. morir, muerto. სიკვდილი, მკვდარი. poner, puesto. დადება, დადებული. resolver, resuelto. romper, roto. romper, გატეხვა, roto, გატეხილი. ver, visto. volver, vuelto. აი ეს რამდენიმე არის ესეთი ზმნა მოგიყვანეთ, რომელსაც არაწესიერი participio pasado აქვს და ბევრ შემთხვევაში არსებობს ესეთი ზმნები, რომლებიც თავისთავად წესიერი ზმნებია, როგორც მაგალითად abrir. თავისთავად წესიერი ზმნა არის გაღება, მაგრამ ერთადერთი ფორმა, ამ ზმნას, რომელიც არაწესიერი აქვს, არის სწორედ ესეთი ეს participio pasado, abierto. სხვა შემთხვევაში abrir არის წესიერი ზმნა. ესეთ რაღაცები შეიძლება მოხდეს ესპანურ ენაში. მოკლედ, აი ეს გავიმეორეთ, ხო? გადახედეთ კიდევ ერთხელ ჩემ ძველ გაკვეთილებს, რომელშიც participio pasado-ზე მაქვს ლაპარაკი და ეხლა მე მინდა თქვენთან ერთად გავიარო სამი ასე ვთქვათ ფრაზა ესეთი, რომელიც იწარმოება participio pasado-ს გამოყენებით. ერთი არის estar plus participio, მეორე არის llevar plus participio და მესამე არის seguir plus participio. ანუ estar plus participio ნიშნავს, რომ რაღაცა არის გაკეთებული, ხო? Estoy cansado, ვარ დაღლილი. ხო? Estoy parado, ვარ გაჩერებული. როდესაც მეორე შემთხვევა, როდესაც llevar plus participio არის, ეს გამოხატავს უკვე ხანგრძლივობას. Estoy parado არის გაჩერებული ვარ. Llevo parado ნიშნავს, რომ გაჩერებული ვარ რაღაცა პერიოდის განმავლობაში. და ამას როგორც წესი მოსდევს ხოლმე ის პერიოდი, რამდენი ხანიც არის რომ გაჩერებული ხარ. Llevo parado 20 minutos. გაჩერებული ვარ 20 წუთია უკვე. გესმის, ანუ ვატარებ გაჩერებულ მდგომარეობაში 20 წუთს, ხო? llevar ხო ტარებასაც ნიშნავს. ტარება, წაყვანა, წაღება და ასე შემდეგ. Llevo parado 20 minutos. დგავარ უკვე გაჩერებული ვარ უკვე 20 წუთია. და მესამე არის seguir plus participio. ეს უკვე აღნიშნავს იმას, რომ ისევ რაღაც ანუ გაჩერებული ვიყავი და ისევ გაჩერებული. მაგალითად, el niño sigue dormido. ბავშვს ისევ ძინავს. Seguimos parados. ისევ გაჩერებულები ვართ, ისევ ვაგრძელებთ გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნას. აი ეს სამი ფორმა არის estar plus participio, llevar plus participio და seguir plus participio. ამ სამივე რაღაცას ჩვენ ახლა განვიხილავთ და ვნახავთ საქმეში ტექსტში და ყურადღებით მოვუსმინეთ. ¿Qué pasa? Llevamos parados 20 minutos. აი, რა ხდება? 20 წუთიარაც გაჩერებულები ვართ. Llevamos parados 20 minutos. Tranquilo, ya sabes que aquí siempre se monta un atasco impresionante. დამშვიდი, ხომ იცი რომ აქ ყოველთვის შთამბეჭდავი საცობი იქნებაო. Se monta un atasco. Montarse un atasco, ანუ შეიქმნა se montó un atasco, შეიქმნა საცობი, atasco არის საცობი ასეთი გადაჭედილობა, ხო? Pues empezamos bien las vacaciones. ხო, კარგად ვიწყებთ არდადეგებს, ირონიული ტონით. Estoy harto de tanto tráfico. ხელში ამოვიდა ამდენი მოძრაობა. Qué calor. რა სიცხეა, ხო? Voy a poner el aire. ჩავრთავ condiciones. El aire acondicionado.
კონდიციონერი, ასე ქვია კონდიციონერს, მაგრამ ზოგჯერ სიტყვა აკონდიციონადოს არ იყენებენ ხოლმე და voy a poner el aire ნიშნავს რომ უბრალოდ ჰაერს ჩავრთავ, ანუ კონდიციონერს. No funciona, არ მუშაობს. Sigue averiado, ანუ ისევ გაფუჭებულია? Sigue averiado. Está averiado არის გაფუჭებულია. Lleva averiado 2 días, ანუ 2 დღეა რაც გაფუჭებულია და sigue averiado ისევ გაფუჭებულია. ანუ იყო გაფუჭებული და ისევ გაფუჭებულია. Pero no llevaste el coche al taller? არ წაიყვანე მანქანა სახელოსნოში. Estaba cerrado, დაკეტილი იყო. O sea, que vamos a pasar todo el verano sin aire acondicionado en el coche. Ანუ, o sea, ანუ გავატარებთ მთელ ზაფხულს უკონდიციონეროთ მანქანაში. Pues empezamos bien. შვენივრად ვიწყებთ. კარგად ვიწყებთ, ესეც ირონიულად. Voy a llamar a Pilar para decirle que llegamos tarde. Pilars დაურეკავ და ვეტყვი რომ ვიგვიანებთ. Vaya, la batería del móvil está descargada. Sí que empezamos bien. Uy, mobiluris აკუმულატორი დამჯდარია. Está descargada. Sí que empezamos bien. ნამდვილად კარგად ვიწყებთ. Tranquilo, que estamos de vacaciones. Y no grites, que vas a despertar al niño. დამშვიდი, არ დადეგებზე ვარ და ნუ ყვირი ხარ ბავშვს გააღვიძებ. Voy a ver qué pasa. წავალ გავიგებ რა ხდება. ხო? აქ ერთ რაღაცას მიაქციეთ კიდე ყურადღება. თუ არ ვწდები რა თქმა უნდა, ეს არაერთხელ. Llegar tarde ნიშნავს დაგვიანებას. არა უბრალოდ გვიან მისვლას სადმე, არამედ დაგვიანებას. ხო? ანუ თვითონ ეს ფრაზა რომ დავიგვიანე აუცილებლად ითქმება აი ამ ზმნით llegar tarde. ხო? არა estoy tarde და ან soy tarde და ეგეთი რაღაცები არ არსებობს. არსებობს მარტო llegar tarde. ხო? Tardo შეიძლება უბრალოდ თქვა ასე ვაგვიანებ, მაგრამ როგორც წესი llego tarde ნიშნავს რომ ვაგვიანებ. ხო? აი ამ ზმნით იწარმოება აუცილებლად ეს ფრაზა. Una manifestación. Empezamos bien. ამან ხო გაახურა საქმე. Manifestația, შვენივრ კარგად ვიწყებთ. Tranquilo, no grites, que el niño sigue dormido. Დამშვიდი, ნუ ყვირი ხარ, ბავშვი ისევ ძინავს. Sigue dormido. Ya verás, seguro que pronto llega la policía y აი ნახავ, მალე პოლიცია მოვა და 3/4 de hora más tarde. 3/4 საათით გვიან, ანუ 45 წუთით გვიან. ჩვენ ასე არ ვარგობთ 3/4 საათის 3/4 გავიდაო, რაღაც არაბუნებრივია ჩვენთვის. 45 წუთი ესე ვარგობთ და ესპანელები ამბობენ 3/4 de hora más tarde. 45 minutos más tarde, ესე შეიძლება. Casi 1 hora y seguimos parados. თითქმის 1 საათია და ისევ გაჩერებულები ვართ. Mira, ya están avanzando los coches. ნახე, უკვე დაიძრენ მანქანები, უკვე მიდიან, წინ მიდიან მანქანები. Ya están avanzando. Venga, arranca, que ya estoy cansada de tanto esperar. მიდი დაქოქე, უკვე დავიღალე ამდენი რუტინით. Ya estoy cansada. Arrancar არის დაქოქვა. ¿Qué pasa? რა ხდება? Que no arranca, არ იქოქება. Pues sí que empezamos bien las vacaciones. ნამდვილად კარგად ვიწყებთ არდადეგებს. Lo que faltaba, ეს რა გვაკლდა. ხო? და აქ lo que faltaba-ზე ისევ გავიხსენოთ ის გამოთქმა მეორე, faltaría más, ano faltaba más. რაც აბსოლუტურად სხვა რაღაცას ნიშნავს. Lo que faltaba, ან lo que me faltaba, არის ეს რა გვაკლდა. და no faltaba más, არის რომ ამას ამბობენ ხოლმე რომ რა თქმა უნდა. როგორ გეკადრებათ, რა თქმა უნდა შეგიძლიათ მეს რო ეტყვი რა, ვინმე რომ რაღაცა ნებართვას იღებს შენგან, შენ უპასუხებ no faltaba más, რა თქმა უნდა, ანუ რა თქმა უნდა შეიძლება, რა თქმა უნდა კი, ამას ნიშნავს. ხო და lo que me faltaba არის უკვე ეს რა მაკლდა. ხო, აი ეს ორი რაღაცა აუცილებლად უნდა გაარჩიოთ ერთმანეთისგან და არ აგერიოთ ერთმანეთში. აი ესეთი რაღაცა გამოგვივიდა დღეს ესეთი გადაცემა და ჩვენი გაკვეთილის მეორე ნაწილი დაეთმობა ისევ ჩემო ბატონო ხატოვან გამოთქმებს. El mundo es un pañuelo. ხო, სოფლიო არის ცხვირსახოცი. ესეთი გამოთქმა არის, რომელიც ნიშნავს, რომ რა ქვია, დედამიწა არის პატარა. ხო, ეს ამას ამბობენ ხოლმე, როცა ვინმეს მოულოდნელად შეხვდები ისეთ ადგილას და ისეთ დროს, ან ისეთ ვითარებაში, სადაც აბსოლუტურად არელი. ხო, ან როდესაც აღმოაჩენ, რომ შენი მეგობრის ვიღაც ახლო მეგობარი არის შენი ნათესავი, ვთქვათ, ან ხო, ეს სიტუაციებში ხო გესმით რაც არ ამ დროს იტყვიან ხოლმე, რომ სოფლიო ცხვირსახოციაო, ანუ პატარა არისო ძალიანო და ისინი რა ქვია, ხო?
შეიძლება ერთმანეთს ძალიან ადვილად შეხვდე. El mundo es un pañuelo. მე მახსენდება ესეთი შემთხვევა, როცა 93 წელს ლონდონში გავემგზავრე და ლონდონის აეროპორტში მაშინ ეს საქართველოს ხშირად არ დადიოდა ხალხი. საზღვარგარეთ მე გამიმართლა და წავედი. და ლონდონის აეროპორტში რო ჩავედი, შემხვდა ჩემი პარალელური კლასელი, რომელსაც თბილისშიც კი ძალიან იშვიათად ნახულობდი ხოლმე საერთოდ. უცბად შემხვდა ლონდონის აეროპორტში და აი ამ დროს იტყვიან ხოლმე, რომ El mundo es un pañuelo. სოფლიო ხვირსახოცია რა პატარა ვისაც სად არ შეხვდები, ხო? ესეთი რაღაც არის, ეს ძალიან საინტერესო გამოთქმა. მეორე, რომელიც საინტერესო გამოთქმა გვაქვს აქ, არის Vivir en el quinto pino. მეხუთე ფიჭვზე ცხოვრება. ეს ნიშნავს შორს ცხოვრებას. ხო, როდესაც ადამიანი შორს ცხოვრობს, ამ დროს ამბობენ ხოლმე, რომ Vive en el quinto pino, ხო? შემდეგ ხო, კიდევ ერთი საინტერესო გამოთქმა არის Cuando las ranas críen pelo. ხო, როდესაც ბაყაყებით მას გაიზრდიანო. ეს არის, როდესაც ვირი ხეზე ავა. ქართული გამოთქმა არის, განსაკუთრებით კახეთში გავრცელებული, ბუნებრივია, მაგრამ დანარჩენ საქართველოშიც იციან, როცა ვირი ხეზე ავა, ნიშნავს, რომ არასდროს, ხო? იმიტომ რომ ვირი ხეზე არ ავა არასდროს. ხო და ესპანელებს აქვთ ეს გამოთქმა, როდესაც ბაყაყებით მას გაიზრდიანო. Cuando las ranas críen pelo, expresión que se utiliza para indicar que algo no va a ocurrir nunca. გამონათქვამი, რომელიც გამოიყენება იმის აღსანიშნავად, რომ რაღაცა არასდროს არ მოხდება. Paco me prometió devolverme el dinero en un mes. Paco შემპირდა, რომ ფულს დამებრუნებდა ერთ თვეში. Pero pasaron 6 meses y todavía no me lo ha devuelto. მაგრამ 6 თვე გავიდა და ჯერ არ დაუბრუნებია. Me parece que te lo va a devolver cuando las ranas críen pelo. მე მგონი დაგებრუნებს, როცა ბაყაყებით მას გაიზრდიანო. Cuando el burro se sube al árbol. Eso decimos en Georgia, ¿no? როცა ვირი ხეზე ავა. აი ეს რაღაცა არის და ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით აუცილებლად მალე ნახვამდის.